რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. განსაკუთრებულად მწვავე პრობლემა საქართველოში, გადაუხდელი კრედიტები, სესხები, დაყადაღებული ქონება და პრობლემური იპოთეკა, შეცდომაში შეყვანილი მომხმარებელი, ექსკლუზიური ინტერვიუები, ანალიტიკური ხედვა, გამოსავლის ძიება, რეალური ფაქტები. თქვენ გაქვთ უკეთესი პერსპექტივა. გამარჯობათ, მე ვარ სოფიო ბეროშვილი, რადიო კომერსანტის ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. გილოცავთ კიდევ ერთხელ შობა ახალ წელს, დღეი დავბრუნდებით ეთერში ტრადიციულად ხუთშაბათობით და დღევანდელი გადაცემა დაეთმობა ქალბატონი მაკა ხეცურიანის საკრედიტო ისტორიას. როგორც ქალბატონმა მაკამ ჩვენს გადაცემას განაცხადა, ბანკმა რესპუბლიკამ დაარღვია მისი უფლებები და არასწორი საბანკო პოლიტიკის შედეგად დაკარგა ქონება. ქალბატონ მაკას განცხადებით, ბანკის წარმომადგენლები ახდენდნენ მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ემუქრებოდნენ, რამაც საგრძნობლად გააუარესა მისი ფინანსური და ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას დასჭირდა სამედიცინო ჩარევა და ოპერაციები. დღეს გადაცემაში შემოგთავაზებთ ინტერვიუს ქალბატონ მაკა ხეცურიანთან, რომელიც უფრო დეტალურად გვიამბობს თავის ისტორიას. მოესმენთ იურიდიულ კომპანია LCH-ის აღმასრულებელი დირექტორის ადვოკატ ირაკლი კერესელიძის შეფასებას, ასევე კომენტარს გააკეთებს მომხმარებლის უფლებების შესახებ ქალბატონი მადონა ქოიძე, მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე, ასევე ეკონომიკურ მეცნიერებათა პროფესორი, საფინანსო სფეროს ექსპერტი ქალბატონი ლია ელიავას, ასაც მოესმენთ საბანკო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ახლა კი მოესმინოთ ქალბატონ მაკას ისტორია ინტერვიუ მოამზადა გადაცემის ჟურნალისტმა თამარ გაზდელიანმა. გადაცემისთვის ცნობილია, რომ თქვენ ბრძანდებით ბანკი რესპუბლიკის დაზარალებული. თუ შეგიძლიათ გვიამბოთ თქვენი ისტორიის შესახებ. დიდი სიამოვნებით, თამარ. ჩემი ისტორია ბანკ რესპუბლიკასთან ურთიერთობა დაიწყო 2008 წლის თებერვალში. სესხი გამოვიტანე, ბიზნესში ითვლებოდა ფაქტიურად ჩემი კუთვნილი ქონების დაგირავებით. სესხი შეადგენდა $100,000. პირველივე შეცდომა, რომელიც შევამჩნიე, ჩემი თვალსაზრისით იყო ქონების არასწორი შეფასება. თანხობრივად. მე ვთვლი, რომ არ გაითვალისწინეს ქონებაში არსებული ბიზნესის მდგომარეობა, ამ ბიზნესის შემოსავლები. გარდა ამისა, ბანკმა რესპუბლიკამ ქონების შეფასების შემდეგ დაიწუნა გაგარინის ქუჩაზე არსებული ფართი და ბიზნესი, ეს იყო მარკეტი და საოჯახო სამზარეულო, რომლის შემოსავლის პროცენტებზე მოგვიანებით მოგახსენებთ. დაიწუნა და მომთხოვა დამატებითი ობიექტის პოვნა. უკვე შემოსნებული ჰქონდათ, რომ ბინა მქონდა კიდევ და ამ ბინის დამატება მთხოვეს. არ მქონია პრობლემა. დავამატე ბინა, მაგრამ აქ უკვე რაღაც აღნეულობა გამოიხატა. იგი იყო ვინმე რუსუდან ფიფია, ნოტარიუსი, ასეთი, რომლის შესახებაც შემდეგ ინტერნეტში წავიკითხე, შემდეგ კი ახლა, უკვე 4 წლის შემდეგ, რომელიც ყოფილა, ასე ვთქვათ, შეკრული ბანკ რესპუბლიკასთან და აფორმებდნენ ხალხს შეკრულებებს, ხალხს ქონების გაჩუქებაზე აწერინებდნენ ხელს თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სწორედ აი ამ ხსენებულ რუსუდან ფიფიასთან მიმიყვანა თვითონ ბანკის ოფიცერმა და რაღაც გაურკვეველი ოპერაციები ჩატარდა. ეს ჩემი ქონება, რომელიც მე გამაჩნდა, ყველაფერი იყო გაფორმებული ჩემს გაზე, იმიტომ რომ მე ყველაფერი შევიძინე საზღვარგარეთ ყოფნის დროს. მომთხოვეს, რომ ბინა გადმომეფორმებინა ჩემზე ამ ნოტარიუს ფიფიასთან. შემდეგ რაღაც გაურკვეველი ოპერაციები. გადმოვაფორმოთ, არ გადმოვაფორმოთ, ჩუქება გავაკეთოთ, გაყიდვა გავაკეთოთ. მოკლედ, შედგა რაღაც ქაღალდები, მოვაწერეთ ხელი, გადავიხადეთ თანხა და ბინა ისევ დარჩა ჩემს დაზე. მე პატრონეზე. ეს თანხა ფაქტიურად ფიფიას ხელში გადავიდა გაურკვეველი მიზეზით. ეს იყო პირველი პრობლემა, რომელიც შევამჩნიე. შემდეგ უკვე თვითონ ბანკ რესპუბლიკასთან გამიცა ისეთი პრობლემა. პირველი რაც გავაპროტესტე იყო მომსახურეობის ხარჯი 4%, ეს უზარმაზარი ხარჯია, მაგრამ ეს პრინციპში საქმეს არ ეხება. შემდეგ უკვე იცით, რომ აგვისტოს ომის პერიოდი. აგვისტოს ომის პერიოდში, რა თქმა უნდა, ბიზნესი ჩავარდა. სესხის პროცენტს ვეღარ ვიხდი. როგორც შემდგომ გავარკვიე, თურმე ბანკის კლიენტს აქვს უფლება, რა თქმა უნდა, უფლება აქვს, მაგრამ ეთვლება გადახდა ნაწილ-ნაწილად რომ გადაიხადოს. მაგალითისათვის, ჩემი გადასახადი იყო $3,800 თვეში, მე შემეძლო გადამეხადა $500, 1000, 2000 და ეს ითვლებოდა გადასახადში. როცა მე ვითხოვე, რომ თუ შეიძლება, რომ აი ესე მცირე თანხებით შევიტანოთ, უარი მითხრეს. ნუ რა თქმა უნდა, მე შემეძლო შეტანა, მაგრამ შეცდომაში შემიყვანეს და ჩავაწლევინეს, რომ ამის გაკეთება გაზრი არ ქონდა და არასწორი იყო.
მახსოვს ერთი ძალიან ცუდი მომენტი. საუბრისას ჩემი და როგორც მეპატრონე და მე როგორც შეფესეს მეპატრონე სესხის ამღები. ვიყავით ბანკში, ოფიცრებთან ერთად. ერთ-ერთი ოფიცერი ადგა და გავიდა. დაბრუნდა რაღაც ქაღალდით. იცით, არც ერთი წუთი არ ვიფიქრებდი, რომ ეჭვი შემეტანა, რომ არა ამ ოფიცრის სახე. ეს აფიქლებული და თვალებს მალავდა. აი, უცებ მიაწოდა ეს ქაღალდი ჩემდას, როგორც მეპატრონეს, მოაწერე თვიშილება არ ხელი, რა არის მეთქი ვიკითხე. არაფერი უბრალოდ ფორმა შეიცვალა. მოაწერე ნახევი და გაიქცა. ნუ შემდგომში დაიწყო, რომ ეს რაღაც საჩივარზე უფლების ქონაზე უარის გმის ფორმა იყო. მაგრამ ეს ქაღალდი ასე შემოატყუეს, რასაც ქვია ჩემდას. ბანკის ოფიცრებთან საუბრები მქონდა ყოველდღიური და ნუ მე გავუზიარე ჩემი პრობლემა, რომ შემოსავალი არ არის ამ წუთში და ისიც უთხარი, რომ კერძოდ მქონდა მიცემული კერძო ბიზნესში ვიღაცისთვის თანხა და ყოველდღიურად ველოდებოდი, რომ დამიბრუნებდნენ და გადავიხდიდი ამ ბანკის პროცენტს. არ მიმარშლა პრობლემა თვალა. მაშინ შემეკითხა, რომ რამდენი გაქვს გაცემული. ნუ ეხლა ჩემი თანხა რატომ უნდა კონკრეტო ვიღაცას. თუ ვუთხარი, რომ ყოველ შემთხვევაში ბანკის ეს თავისუფლად დაფარავს. ნორდილას დამიდარეს ბანკში და დამხდნენ ვიღაც გაურკვეველი ტიპები. ვეკითხები თქვენ წინ ბრძანდებით, ვერ მივიღე პასუხი ვინ არიან. 3 ხმასვილი ეს მოგწერებში ჩაცმული ესეთი თავხედური საუბრით, თავხედური მანერებით მეძველს ბიჭდნენ. აი თქვენ თურმე კერძო ვალი გაქვთ, მოგვეცით კოორდინატები და ჩვენ გვაქვს ბერკეტები, რომ ეს ფული ამოვიღოთ. მართლა ვერ გიხდი რა იყო საუბარი. სანამ არ ამიხსნეს, რომ ფაქტიურად რეკეტს მთავაზობდნენ. ეს იყო ჩემი პირველი აღშფოთება. რა ხდება ბანკი რესპუბლიკის ოფისში, რეკეტიორებთან მაქვს საუბარი, ნუ სასტიკად აღშფოთდი და დავტოვე. აქედან უკვე ალბათ მიხდნენ, რომ რაღაცა ვერ შევთავაზეთ. შემდეგ უკვე დაიწყო არიცი სპეციალისტები დაარქმევენ ამას, რა ქვია, მე ტერორს ვეძახი, ტერორის ფორმებს ვეძახი. ყოველდღიური სატელეფონო ზარები. ურთიერთობა მიმდინარეობდა წივილ-ტივილით. ეს პატარა ბავშვები 22 წლის ბიჭები ბანკის ოფიცრები მიწიოდნენ, მატერორებდნენ, მიყვიროდნენ, მეჩხუბებოდნენ. უბედურება დატრიალან ეს ვერ მოვიწვინენ. ვერ მოვიწვინენ მივედი ბანკში გავასაჩივრე. ნუ 1-2 დღით შეწყდა ეს წივილ-ტივილი. უკვე ამდენმა ზრუნვამ იმ პერიოდისათვის ძალიან დამაავადმყოფა. მართლა აღარ მომყვებოდა გონება ისე, რომ განმესაზღვრა ყველაფერი რა როგორ იყო. ახლა ტერორის ფორმებზე გავაგრძელოთ. ეს იყო ესე იგი დილის საათებში, დილის 7 საათზე, შაბათ-კვირას. კარგად მახსოვს ერთ-ერთი მომენტი, შაბათ-დილას ვის ნახევარზე დამირეკეს, რომ ჩვენ მოვდივართ ბინის კლიენტები მოყავს. შენ უნდა მისცე ბინა 15,000-ად. ჩემი ბინა იმ პერიოდისათვის შეფასებული იყო 67,000 ამერიკულ დოლარად. მე უარი ვხარი. ოშაბათზე გამოცხადი ბანკში მოვიკითხე, ვინ იყო ეს და რატომ მირეკავდა მე შაბათ-დილას ვის ნახევარზე და რატომ მოყავდა კლიენტები ჩემს სახლში, ჩემს დაუკითხავად. თუ გადახედა ორმა ოფიცერმა ერთმანეთს და ერთი მეორეს ეუბნება. იმისი ბიძაშვილი იყო, იმას უნთოდა. მინეს ვიქცამა. ერთმანეთის ნაცესავებზე ასაღებდნენ ძვირებულ ქონებას იაფად. როგორც თქვენ ამბობთ, თქვენზე ხორციელდებოდა მუქარა და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას მიმაჩნია. მუქარა უკვე ბოლოს იყო. როცა განვაცხადე, რომ ამას არ გაპატიებთ და ამას გავსაჩივრებ, იმიტომ რომ ეს არის კანონდარღვევები. თქვენ პირადი საუბრისას აღნიშნეთ, რომ თქვენ და გუდვილის შემთხვევა თითქმის იდენტური იყო, თუმცა საბანკო პოლიტიკა განსხვავდებოდა. აუქციონისათვის უნდა შეეფასებინა ჩემი ბიზნეს პარტი. და მოვიტყოდი, რომ მე მაქვს უფლება მოვიყვანო დამოუკიდებელი აუდიტი. არა გაქვს კანონით ამის უფლება. სწორედ ახლახან გავიგე თქვენ ახსენებული მომენტი. ერთი თვისი, გუდვილი იგივე მიზეზით უჩივის TBC ბანკს. დამოუკიდებელი აუდიტის მოყვანის უფლების არარსებობისათვის და ქონების არასწორად შეფასებისათვის. მე რა მაინტერესებს? გუდვილს თუ აქვს ამ საჩივრის უფლება, მე რატომ არ მაქვს? მე რატომ მივიღე ყოველთვის პასუხი, რომ ამ საჩივრის უფლება არ მქონდა? ვთქვით, ეს ორმაგი სტანდარტის მომენტია ჩემთვის. მე ვიცი მითხრეს, რომ ორი ოფიცერი განთავისუფლდა სამსახურიდან ჩემთან ურთიერთობის პერიოდში ბანკ რესპუბლიკაში. იმ ბრალდებით, რომ მე მაწოდებდნენ ინფორმაციას. არანაირ ინფორმაციას არავინ არ მაწოდებდა, მაგრამ ელექტრონულად შეგვენ რომ ვიღაც ჩაულებრივ უბრალო მოქალაქეს, რომელიც არ იყო იურისტი, ჰქონდა რაღაც საშუალო
წარმოდგენა კანონზე და უწევდა წინააღმდეგობას. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ მომხმარებლის მიმართ. აიყვანეთ თუ არა იურისტი აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. იურისტებს რამოდენიმეჯერ მივმართე 2010-დან 11-12 წლებში, მაგრამ ძალიან გაურკვეველი და დამაბნეველი პასუხები მივიღე ის, რაც შემდეგ გააკეთა ბანკმა რესპუბლიკამ, რომელმაც ჩემს ოჯახს დაარქვა ობიექტები, რომელიც არ იყო დაგირავებული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. თამარ, როცა მე მივიღე აღმასრულებლისგან ხაღალდი, სადაც გარკვევით შავით თეთრზე ეწერა მაგახეცურენსა და ბანკი რესპუბლიკის ურთიერთობა დამთავრებულია, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია, განაჩენი კასაციას, გასაჩივრებას არ ექვემდებარება. აი აქედან 5 თვის შემდეგ ჩემ ოჯახს დაარქვეს ძვირადღირებული დინა. ასე დამატერორა ორგანიზაციამ, რომელსაც უნდა ენდობოდეს. ჩვენ ისევ დავბრუნდით ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად, ახალ გადაცემაში რეკლამის დროა, ჩვენ მალე დავბრუნდებით. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. განსაკუთრებულად მწვავე პრობლემა საქართველოში, გადაუხდელი კრედიტები, სესხები, დაყადაღებული ქონება და პრობლემური იპოთეკა, შეცდომაში შეყვანილი მომხმარებელი, ექსკლუზიური ინტერვიუები, ანალიტიკური ხედვა, გამოსავლის ძიება, რეალური ფაქტები. თქვენ გაქვთ უკეთესი პერსპექტივა. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. განსაკუთრებულად მწვავე პრობლემა საქართველოში, გადაუხდელი კრედიტები, სესხები, დაყადაღებული ქონება და პრობლემური იპოთეკა, შეცდომაში შეყვანილი მომხმარებელი, ექსკლუზიური ინტერვიუები, ანალიტიკური ხედვა, გამოსავლის ძიება, რეალური ფაქტები. თქვენ გაქვთ უკეთესი პერსპექტივა. ჩვენ ისევ დავბრუნდით ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. თქვენ ახლა მოისმინეთ გაბატონი მაკას ინტერვიუ. ამ кейსთან დაკავშირებით დაუკავშირდით რესპუბლიკა ბანკს, უთხოვეთ მათ კომენტარის გაკეთება, რასაც ახლავე წაგიკითხავთ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბანკი კომენტარისგან თავს იკავებს, რადგან ბანკი რესპუბლიკა ყოველთვის მოქმედებს კანონის დაცვით და კლიენტთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთანავე ბანკის ნებისმიერ კლიენტი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს, თუ კი კლიენტი თვლის, რომ რაიმე სახით შეილახა უფლებები. ჩვენ მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ქალბატონ მადონა ქოიძეს, მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარეს და ვთხოვეთ კომენტარის გაკეთება. ინტერვიუ მოამზადა ჟურნალისტმა ეკატერინე მახათაძემ. ქალბატონო მადონა, იღავა თუ არა მომხმარებლის უფლება იმ შემთხვევაში, თუ ბანკი ითხოვს საკუთარი აუდიტის მოსახურებას და ბანკის კლიენტს არ აქვს უფლება დაიქირავოს დამოუკიდებელი აუდიტი? დავიწყოთ იქედან, რომ ბანკის აუდიტი, ეს არის ბანკის თანამშრომელი, რომელიც პირველ რიგში იცავს ბანკის უფლებებს და ინტერესებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩნდება ეჭვის საფუძველი, რომ შესაძლებელია ბანკის აუდიტმა შეგნებულად და მიზანდასახულად შეაფასოს ქონება უფრო ნაკლებ ფასში, ვიდრე იყოს საბაზრო რეალური ღირებულება ქონების. ანუ ქონებას როგორც წესი ბანკის აუდიტი აფასებს საბაზრო ღირებულებაზე ბევრად უფრო ნაკლებად. ამ შემთხვევაში ირღვევა მომხმარებლის უფლება. ბანკის აუდიტი დაინტერესებული პირი, რომელიც უშუალოდ თანადროულობას ღებულობს ბანკიდან, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ის ვალდებულია და მისი მოვალეობა არის პირდაპირი, რომ მან პირველ რიგში გაითვალისწინოს და დაიცვას ბანკის ინტერესები და უფლებები. აქედან გამომდინარე, მომხმარებელს ართმეული აქვს არჩევანის გაკეთების უფლება, მომხმარებელს არ შეუძლია დამოუკიდებელი, ანუ მესამე პირი დაიქირავოს, რომელიც ობიექტურ შეფასებას გააკეთეს, აქედან გამომდინარე, მე ხშირად მსმენია იმ ფაქტზე, რომ ღირებულება ნაკლებად ფასდება და ქონება ვიდრე არის მისი საბაზრო რეალური ღირებულება. გადაცემაში გვაქვს კონკრეტული кейსი, სადაც ბანკმა კლიენტის ქონება გაიტანა აუქციონზე, ისე რომ მფლობელს არ შეატყობინა ჩანიშნული აუქციონისა და ქონების აღსრულების შესახებ. ამის შესახებ რა კომენტარს გააკეთებდით? ირღვევა თუ არა მომხმარებლის უფლება? იცით რა, აქ უკვე სახათ აუცილებლად უნდა გავუცნოთ ხელშეკრულებას, თუ ხელშეკრულებაში როგორ იყო მითითებული, თუმცა როგორც წესი და რიგია, ვალდებულია ბანკი, რომ იმის შესახებ, რომ პიროვნების ქონება გადის აუქციონზე, აუცილებლად ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდეს.
დავბრუნდით სტუდიაში, შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარია ეკონომიკურ მეცნიერებათა პროფესორი, საფინანსო სფეროს ექსპერტი ქალბატონი ლია ელიავა. ქალბატონო ლია, მოგესალმებით, დიდ მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მობრძანებისთვის. მოსმენიდან გამომდინარე, თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით? თქვენი შეფასება როგორც ეკონომიკის? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ რადიო მსმენელებს. რა თქმა უნდა, ამ ქალბატონის მონაყოლმა საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. თუმცა იქვე მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ 2008 წელს არსებული კანონმდებლობით არსებული მოთხოვნებით ეროვნული ბანკის მხრიდან კომერციული ბანკებისადმი ის რაც იქნა გაკეთებული, ეს არ არის კანონსაწინააღმდეგო დარღვევა. თუმცა არის რიგი მომენტები, რომლებიც არის დამაფიქრებელი. კერძოდ ქალბატონი ჩიოდა იმის შესახებ, რომ მისი ბიზნესის აუდიტორული დასკვნა არ აღმოჩნდა სარწმუნო კომერციული ბანკისთვის. აქ მე ალბათ გავიზიარებდი კომერციული ბანკის პოზიციებს, ვინაიდან თუ ბიზნესმენი თავის ბიზნესს აწარმოებს სუფთად და პატიოსნად, მას არ უნდა ეშინოდეს სხვა აუდიტორის დასკვნისა, იმიტომ რომ ისინი ეს ორი დასკვნა ერთმანეთისგან არ უნდა განსხვავდებოდეს, როგორც ასეთი. მეორე, რომ ბანკი ვალდებულია არა მარტო სასურველი, არამედ ვალდებულია, რომ ყველაფერი იცოდეს იმ ბიზნეს სტრუქტურის შესახებ, ვისაც ფულს ასესხებს. აბსოლუტურად ყველაფერი ამ ბიზნესის შესახებ. ამიტომ ამ საკითხში ალბათ მე კომერციულ ბანკს ვერ გავამტყუნებდი. არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც არის საკმაოდ საკამათო. ეს არის ქონების შეფასების მომენტი. არც 2008 წელს და არც მიმდინარე წელს საქართველოში არ მზადდება ქონების უძრავი ქონების შემფასებლები, როგორც ასეთი. ანუ უძრავი ქონების შეფასების ინსტიტუტი არ არსებობს. ერთადერთი არის, რომ ეკონომიკის სამინისტრო ახდენს 2 წლიან სერტიფიცირებას უძრავი ქონების შემფასებლების, ისიც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. თუმცა საქართველოს ამ საერთაშორისო სტანდარტებს არ არის მიერთებული და ჩვენთან როგორც კანონი და წესი ეს არ არის შემოღებული. ამიტომაც ქონების შეფასების ნაწილში ყოველთვის ეჭვის ქვეშ დგება აუდიტორების როგორც დამოუკიდებელი ასევე ბანკის მიერ მისი შეფასების დანამდვილება და დადასტურება. ეს მართლა საკამათოა, როგორც 2008 წელს, ასევე დღესაც. თორემ სხვა დანარჩენ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, როდესაც შენ სესხულობ კომერციული ბანკიდან ფულს, შენ ის უნდა დააბრუნო ნებისმიერ შემთხვევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ არავინ არ დაუბრუნა ბანკს ესხი, ბანკი გაკოტრდება და იქ მყოფი მოსახლეობის ანაბრები დაიკარგება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც იყო ქალბატონმა მაკამ განაცხადა, რომ ასე ვთქვათ, კრედიტ ოფიცერის ნათესავს სურდა მისი საცხოვრებელი სახლის იაფად შეძენა. 15,000 ლარზე იყო თუ არ ვცდები საუბარი. ეს რამდენად, ასე ვთქვათ, მისაღები პრაქტიკა არის, როდესაც სმენია მე კიდევ შემთხვევები, რომ ბანკთან დაახლოებულ პირებს აქვთ იმის ფუფუნება, რომ თუნდაც მოძრავი ქონება, უძრავი ქონება შეიძინონ საბაზრო ღირებულებაზე ბევრად უფრო ნაკლებად. რამდენად მისაღებია ეს? მსგავსი შემთხვევები ყოფილა. ძალიან რთულია ერთი ქალბატონის სიტყვებზე მსჯელობა და აი ეს ყველაფერი დასადასტურებელი არის, რა თქმა უნდა. ასე მიღებად. თუ მართლა ასეთ რამეს ჰქონდა ადგილი 2008 წელს, რა თქმა უნდა, ეს იყო ბანკის მენეჯმენტის სისუსტე. როდესაც შენ თანამშრომლები მიშვებული ყავს და რასაც უნდა იმას აკეთებენ, ეს არის ტრაგედია. ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ქალბატონის სიტყვებიდან გამომდინარე. რეალურად ამას ჰქონდა ფაქტი, ადგილი თუ არა, ნამდვილად რთული სათქმელია, თუმცა ჩვენ გახსოვს ის პერიოდი, როდესაც საყოველთაოდ მოდაში იყო ეს ადკატების თემა. თუ როგორ აიღებოდა კომერციული ბანკებიდან სესხები, რა თქმა უნდა, იყო ასეთი რთული პერიოდი. თუმცა იმის მერე გავიდა უკვე 5 წელი და ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველა ბანკის მენეჯმენტი ბევრად უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე ადრე იყო. ქალბატონო ლია, კიდევ ერთი კითხვა მაქვს.
ძალიან ბევრჯერ მსმენია საზოგადოებისგან ასეთი დამოკიდებულება, რომ ბანკირისი ბანკია თუ არ მოგატყუა, ბანკირისი ბანკია თუ არ გაგძარცვა. საზოგადოებაში სამწუხაროდ დღეს არის ისეთი დამოკიდებულება, რომ ჩამოყალიბდა უნდობლობა საბანკო სისტემის მიმართ. რითი არის ეს გამოწვეული? ქონდათ ბანკებს დაშვებული ისეთი შეცდომა, რომ საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება დაიმსახურეს? რაც შეეხება უნდობლობას, ნდობა ეს არის საბანკო სექტორის ფუნქციონირების, ნორმალური ფუნქციონირების ამოსავალი წერტილი. დიახ. საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის ბანკებისგან გამწარებული, ბანკებისადმი ნდობა მაინც არ დავარდნილა და ეს გამოიხატება იმაში, რომ ბანკებში მაინც მიაქვს მოსახლეობას თავისი ანაბრები. ანუ თავისი თავისუფალი ფულადი სახსრები. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ენდობიან ბანკს მიუხედავად იმისა, რომ მათი ანაბრები არ არის დაზღვეული და ბანკის გაკუთრების შემთხვევაში ეს თანხა პირწმინდად დაეკარგებათ. მეორე საკითხი არის, რომ რატომ არის ხალხი გამწარებული კომერციული ბანკების ქმედებებისაგან. საქართველოს საბანკო სექტორში, ისევე როგორც მთლიანად საქართველოს ბიზნეს გარემოში მოქმედებს ერთი მარტივი წესი, რაც არ არის აკრძალული კანონით, ის არის დაშვებული. ის რომ კომერციული ბანკები თავის თავს უფლებას აძლევენ შელახონ მათი მომსახურების მომხმარებელთა უფლებები და გამოიყენონ თავიანთ საქმიანობაში ის მეთოდები და ის ხერხები, რომლებიც ჩაგრავენ საქართველოს მოქალაქეს როგორც ფინანსური მომსახურების მომხმარებელს, ეს არ არის მარტო კომერციული ბანკების ბრალი. რა არის კომერციული ბანკი? ეს არის ჩვეულებრივი ბიზნეს სტრუქტურა, რომლის ერთადერთი მიზანია რაც შეიძლება მეტი მოგების მიღება. ეს არ არის რაღაც სასწაული დაწესებულება და ორგანიზაცია. ამიტომ ის ყველაფერს აკეთებს, რომ მიიღოს მაქსიმალური მოგება. მაგრამ რატომ აძლევს ბანკი თავის თავს ამის უფლებას? იმიტომ რომ პრობლემა არის. ამის უფლებას მას აძლევს მისი ზედამხედველი და მარეგულირებელი საქართველოს ეროვნული ბანკი. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი არ დაუწესებს კომერციულ ბანკებს კლიენტებთან ურთიერთობის ნორმატივებს, წესებს, სხვა შემთხვევაში ისინი თავის თავს უფლებას აძლევენ, რომ აი ამ წესების არარსებობის პირობებში თავიანთი წესები ჩამოაყალიბონ. მე თქვენ გეტყვით მაგალითისათვის ევროპის კავშირში არსებობს უამრავი ოდენობის დირექტივები, რომლებიც იცავენ ფინანსური მომსახურების მომხმარებლებს კომერციული ბანკების თვითნებობისაგან. ძალიან მარტივი პროცედურა იქნებოდა, რომ აი ეს დირექტივები გადმოგვეტანა საქართველოს მაგალითზე, გადაგვემუშავებინა ისინი არსებული პირობების შესაბამისად და მიგვეღო როგორც სახელმძღვანელო კომერციული ბანკების საქმიანობისათვის. ანუ გამტყუნება, რომ აი ეს და ეს ბანკი დამნაშავეა, იმიტომ აი ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. როდესაც სესხს ღებულობ კომერციული ბანკიდან, იქ ხელშეკრულებაში გიწერენ, რომ შენ თანახმა ხარ შენ შესახებ პირადი ინფორმაცია გადასცე კრედიტ ინფოს, ხო? და ეს დევს პირდაპირ ხელშეკრულებაში. ევროპის ქვეყნებში ასეთი სახის პირობები არის ცალკე ხელშეკრულების საგანი და მის ხელმოწერაზე არ არის დამოკიდებული სესხის გაცემა არ გაცემის საკითხი. არის უზარმაზარი ოდენობის ისეთი პრობლემები, რომლებიც ევროპაში უკვე დარეგულირებულია, მოგვარებულია, მაგრამ საქართველოში ჯერ კიდევ საჭიროებს საკანონმდებლო დამუშავებას. ძალიან საინტერესო არის ზოგადად საერთაშორისო რეგულაციები და მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს განვითარებადი ქვეყანა ვარ და ვეცდებით დაუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთი კითხვა დავსვა ამ კონკრეტულ кейსთან დაკავშირებით. ქალბატონო ლია, რა უნდა გაეკეთებინა ქალბატონ მაკას, რომ შეეწყვიტა თუნდაც ბანკისგან ასეთი ქმედებები? თქვენი აზრით, თუ ვინმეს აქვს კიდევ მსგავსი პრაქტიკა, ჩვენ ქალბატონი მაკასგან მოვისმინეთ, რომ ეს არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა, მან მედია საშუალებებით წაიკითხა, რომ იგივე ნოტარიუსი და იგივე კრედიტ ოფიცერი სხვა შემთხვევაშიც რაღაც მსგავს სქემას ასე ვთქვათ, ქონდა შემუშავებული და მოქმედებდნენ. რა უნდა გაეკეთებინა ქალბატონ მაკას? ვისთვის უნდა მიემართა? თუნდაც ბანკ რესპუბლიკას ხელმძღვანელობისთვის უნდა მიემართა, სოსიეტე ჟენერალის წარმომადგენლისთვის უნდა მიემართა. რა უნდა გაეკეთებინა ასეთ შემთხვევაში, მას გარდა იმისა, რომ იურისტი აეყვანა?
თქვენ კარგად შენიშნეთ, გარდა იმისა, რომ იურისტი აიყვანა, სანამ ხელს მოაწერ კომერციულ ბანკთან რამე ხელშეკრულებაზე აუცილებლად უნდა ანახო ეს ხელშეკრულება იურისტს. იმიტომ რომ თვითონ კომერციულ ბანკებს ამ იურისტების ჯარი ყავთ შტატში აყვანილი, რომლებიც მაქსიმუმს აკეთებენ ბანკის ინტერესების დასაცავად. რა თქმა უნდა, ფინანსური მომსახურების მომხმარებელსაც უნდა ყავდეს კვალიფიციური იურისტი, რომელიც დაიცავს მის ინტერესებს. აუცილებლად არის სანამ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, პიროვნებამ გაეცნოს ამ ხელშეკრულებას. აუცილებლად იქ იქნებოდა რაღაცა პუნქტები ჩადებული, რომელიც მიუღებელი იქნებოდა ამ ქალბატონისათვის. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელშეკრულება არ იყო, თქვათ, ბოლომდე საგულდაგულოდ წაკითხული და თქვენ წარმოიდგინეთ, შემდგომი მოქმედებები კომერციული ბანკის არ იქნებოდა ამ ხელშეკრულების საწინააღმდეგო. უბრალოდ თავიდანვე როგორ არის იცით, როდესაც საუბარი არის სამხმარებლო სესხზე, იქ ხელშეკრულებები არის სტანდარტული და იქ არავინ არ შეგევაჭრება, რომ მოდი შევცვალოთ ეს მუხლი და ასე ჩავწვროთ. მაგრამ ბიზნესთან ურთიერთობისას კომერციული ბანკი ყოველთვის დიალოგის რეჟიმში შედის და იქ სავსებით შესაძლებელი იყო, რომ ის მუხლები, რომელიც მიუღებელი იყო ამ ქალბატონისათვის, შეცვლილიყო მისთვის შედარებით მისაღებ მუხლებად. რაც გაკეთდა, ის გაკეთდა. რა თქმა უნდა, ერთადერთი გზა თავისი უფლებების დაცვის ეს არის სასამართლო. სასამართლო და კვალიფიციური იურისტი, რომლის ნაკლებობაც საქართველოში არ შეიმჩნევა. თან სასურველი არაერთი, არამედ რამოდენიმე იურისტი, რომ კოლექტიურად მუშაობდეს მის საქმეზე. თუმცა, აქვე მინდა დავსძინო, რომ ძალიან იშვიათია ხოლმე, რომ კომერციული ბანკი რამე შეცდომას უშვებს და თქვათ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადის ისეც, რისი დამტკიცებაც შესაძლებელი არის სასამართლოში. ამიტომ თავიდანვე, საქმე არ უნდა მივიყვანოთ, ესეთ რთულ გართულებამდე. თავიდანვე უნდა იურისტ მიმართოთ დახმარებისათვის. გადაცემაში რეკლამის დროა, ჩვენ ძალიან მალე დავბრუნდებით. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. განსაკუთრებულად მწვავე პრობლემა საქართველოში, გადაუხდელი კრედიტები, სესხები, დაყადაღებული ქონება და პრობლემური იპოთეკა, შეცდომაში შეყვანილი მომხმარებელი, ექსკლუზიური ინტერვიუები, ანალიტიკური ხედვა, გამოსავლის ძიება, რეალური ფაქტები. თქვენ გაქვთ უკეთესი პერსპექტივა. ჩვენ ისევ დავბრუნდით ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. ქალბატონი მაკას მონაყოლის შესახებ კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ, ასევე იურიდიულ კომპანია LCH-ის აღმასრულებელი დირექტორ ადვოკატ ირაკლი კერესოიძეს მომისმინოთ მისი შეფასება ქალბატონი მაკას მონაყოლიდან გამომდინარე. ინტერვიუ მოამზადა ეკატერინა მახათაძემ. ბატონო ირაკლი, თქვენი იურიდიული შეფასება გვაინტერესებს ქალბატონი მაკა ხეთურიანის საკრედიტო ისტორიის შესახებ. ქალბატონმა მაკამ გვაცნობა, რომ მას ჰქონდა რესპუბლიკა ბანკიდან ბიზნესებში 100 პროცენტობით 2008 წელს. ქალბატონი მაკა აცხადებს, რომ დაიღო მისი, როგორც ბანკი რესპუბლიკას მომხმარებლის უფლებები. მას არ მიეცა საკუთარი აუდიტის მომსახურების უფლება. როგორ გაამართლებით ამ ფაქტს სამართლებრივი თვალსაზრისით? ეს არის ზუსტი შეფასებისთვის ალბათ უფრო მეტი დეტალია საჭირო რომ ვიცოდე, მაგრამ ეს რაც შემიძლია ზოგადი ფორმულირების სახით გითხრათ, არის ის, რომ ბანკები სამწუხაროდ მიგრექილები არიან გარკვეულწილად მიკერძოებისკენ. ასეთ შემთხვევაში იყო ბალანსი, იმიტომ რომ ის იურიდიული რჩევა, რომელიც უნდა მიიღოს კლიენტმა, უნდა მიიღოს დამოუკიდებელი იურისტისაგან, ანუ იმ იურისტისაგან, რომელიც არ არის სამართლებრივად მასში ბანკის ინტერესებთან. ხდებით? იმ შემთხვევაში თუ ეს იურისტი ან აუდიტი, ან სხვა სახის სერვისის პროვაიდერი გარკვეულწილად პირდაპირ მიღებად დაკავშირებულია ბანკის ფუნქციონირებასთან, ან მის ბანკის რომელიმე სხვა ორგანიზაციასთან, ბანკთან ასოცირებულ ორგანიზაციასთან, ხო? რა თქმა უნდა, აქ იბადება გარკვეული საფუძვლიანი ეჭვი იმასთან მიმართებაში, რომ ეს რჩევა შეიძლება არ იყოს იმდენად ადეკვატური და კომპეტენტური, როგორც ეს დამოუკიდებელი არაფრით შეგოჭრილი იურისტისგან შეიძლება მიიღო, როდესაც ის მხოლოდ პროფესიული ინტერესით ხელმძღვანელობს და შესაბამისად კლიენტს რჩევას აძლევს მაღალი პროფესიული შეგნების და არა სხვა ინტერესთან გამომდინარე. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვის ნიშნები არის და მე ცოტა სკეპტიკურად შევხედავდი ასეთი ტიპის მომსახურებას ბანკის მხრიდან თავს მოყოლს.
ალბათონი მაკა აცხადებს, რომ წინასწარი შეთანხმების გარეშე აუქციონზე იქნა გატანილი და $200,000 შეფასებული კომერციული ხარჯი რეალურად $40,000 გაიყიდა. 75,000 კი 15,000 ავატობდნენ. როგორ შეაფასებით აღნიშნულ ფაქტს სამართლებრივ მიკუთვნით? ისა თვითონ მოცემულობა თავიღებს, რასაც ხალბატონი მაკა აცხადებს და განვიხილავთ თვალსაზრისით, რომ ეს ნამდვილად ასე იყო და არა სხვაგვარად. ასეთ შემთხვევაში მე შემიძლია გარკვეულწილად სისხლის ავათის დანაშაულის ნიშნებიც კი დავინახო ამაში, ვინაიდან ქონება, რომელიც 200,000 ღირს პირობითად, მე სარგებლობ იმ მოცემულობით, რასაც თქვენ თავაზობთ, ხო? როდესაც ქონების გაყიდვა რეალური ფასისგან ნახევარზე უფრო დაბლა ხდება, ეს უკვე თავისთავად რაღაცა თაღლითობის ელემენტების შემცველი არის და ამ კუთხით მე ხალბატონ მაკას ურჩევდი, რომ მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის და პროკურატურისთვის, რომელსაც აქვს სათანადო კომპეტენცია გამოიძიოს ამ სახის საკითხები და დააყენოს სათანადო პირების პასუხისმგებლობა. ალბათონ მაკაზე მუდმივად მიმდინარეობდა მუქარა და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რის შედეგადაც დაუმზადა ჯანმრთელობის მდგომარეობა და დასჭირდა ოპერაციები. რა კომენტარს გააკეთებთ მოხსნების შესახებ? გამართლებულია თუ არა მომხმარებელზე მსგავსი ქმედებების განხორციელება? რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის მომენტი, რომ მუქარა და ფსიქოლოგიური ზეწოლა ამ ფრაზის უკან ჩვენთვის იურისტებისთვის უფრო მეტი საფუძველია საჭირო ჩვენ და მუქარა არის სისხლის ავადმყოფი დაჯერდი ქმედება. უბრალოდ იცით როგორი მომენტია, როდესაც ბანკთან ურთიერთობ, შესაძლებელია ეს ურთიერთობა არ იყოს როგორ ვთქვათ, გასწორებული ვორდინგით და გარკვეული დისკომფორტი ამ ურთიერთობაში იგრძნობოდეს, თუნდაც იმ საუბრებში, რომელიც კლient ოფიცერთან გიწევს და ასე შემდეგ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა ტიპის ზღვარს გადადის ეს ურთიერთობა, სად იკვეთება რეალური მუქარა, რომელიც უკვე როგორც აღნიშნე სისხლის სამართლის კანონმდებლობით დაჯერდი ქმედება და სად არის დაუშვათ უბრალოდ უზრდელობა და გულგრილობა. თუ კი ასეთი ურთიერთობა გადავიდა ფსიქოლოგიური ზეწოლის ფორმაში, მით უმეტეს თუ ამან გამოიწვია მძიმე შედეგები ჯანმრთელობასთან მიმართებაში, ხო? აქ უკვე შესაძლებელია გარკვეულწილად ჩვენ დავინახოთ მიზეშედეგობრივი კავშირი და თუ ეს კავშირი არის მყარი, რა თქმა უნდა, თქვენს რესპონდენტს ხალბატონ მაკას აქვს საფუძველი ამ კუთხითაც მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს და შესაბამისად პასუხი აგებინოს იმ ადამიანებს, ვინც მისი ჯანმრთელობის ესწრებენ მძიმე, როგორ ვთქვათ, გაუარესება გამოიწვია. ჩვენ ისევ დავბრუნდით ეთერში, შეგახსენებთ, რომ სტუდიაში სტუმრად ხავს ხალბატონი ლია ელიავა. ხალბატონილიას მინდა დასკვნის სახით ვთხოვო, რომ გააკეთოს ესეთი რეზიუმე ბანკების დამოკიდებულება მათი კლიენტების მიმართ. რამდენად უწყობენ ხელს ბანკები, რომ განვითარდეს მცირე და საშუალო ბიზნესი, როგორ ეპყრობიან ისინი თავიანთ კლიენტებს და როგორი არის საერთაშორისო სტანდარტები, როგორ ხდება ეს, ასე ვთქვათ, განვითარებულ ევროპაში. ამის შესახებ რომ გააკეთოთ, მოკლედ რეზიუმეს დასკვნით შეფასება და შედარება. ზოგადად ბანკი ყოველთვის დაინტერესებული არის კლიენტებში, განსაკუთრებით კორპორაციულ კლიენტებში, ვინაიდან მათი მასა არის დაახლოებით მათი კლიენტების 70-80%. მაგრამ კომერციული ბანკები უფრო დაინტერესებულნი არიან, რა თქმა უნდა, მსხვილ კლიენტებში. და ყოველთვის შედიან მათთან დიალოგის რეჟიმში, ყოველთვის, როგორ გითხრათ, თითქოს ერთად აწარმოებენ ხოლმე კლიენტის ბიზნესს, ყოველთვის ცდილობენ მის მხარდაჭერას. იდეა არის ძალიან მარტივი, რომ ამ მსხვილ ბიზნესთან და წარმატებულ ბიზნესთან ურთიერთობის შედეგად მიიღოს მაქსიმალურად მეტი შემოსავალი და მოგება და მიყიდოს ამ ბიზნესს მაქსიმალურად მეტი თავისი პროდუქტი და მომსახურება. რაც შეეხება წვრილ და საშუალო ბიზნესს, კომერციული ბანკები ცდილობენ მათთან საქმე არ დაიკავონ ერთადერთი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ეს ბიზნესი არის ძალიან არამდგრადი და ძალიან ადვილად გაკოტრებადი. ზოგადად კომერციული ბანკების დამოკიდებულება კლიენტების მიმართ არის მათ, როგორ გითხრათ, ზემოდან ქვემოთ რო შეხედავ ხო ჭიანჭველას. ანუ ისინი განიხილავენ მოსახლეობას როგორც შემოსავლის წყაროს. პრინციპში სადღაც ეს მართალი არის, მაგრამ
ვინაიდან კომერციული ბანკების საქმიანობის შემზღუდველი რაღაც გარკვეული საზედამხედველო მოთხოვნები არ არსებობს ეროვნული ბანკიდან, ამიტომაც კომერციული ბანკები თავიანთ თავს უფლებას აძლევენ, რომ ძალიან თავისუფლად შელახონ თავისი მომსახურების მომხმარებლები და მათ იციან, რომ მაინც ეს მომხმარებელი ადრე თუ გვიან მაინც დაუბრუნდება ამ კომერციულ ბანკს, ვინაიდან სხვა გზა აღარ აქვს. ამიტომ ფინანსური მომსახურების მომხმარებელთა ჩაგვრის აღკვეთის ყველაზე ეფექტიანი საშუალება ეს არის ეროვნული ბანკის მიერ აი ამ სფეროს ზედამხედველობის გამკაცრება და შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტების შექმნა ისე როგორც ამას აკეთებენ ევროპის ქვეყნები. ევროკავშირში ინტეგრაცია მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ ხელი მოვაწეროთ ხელშეკრულებას და გავხსნათ საქართველოს ბაზარი ევროპის საქონლისათვის, ხო? ეს იმასაც ნიშნავს, რომ გადმოვიტანოთ მათი კორპორატიული მართვის კულტურა და ზედამხედველობის კულტურა, რაც გააჩნია ევროპის ქვეყნებს და მერწმუნეთ, თუ ეს გაკეთდება, ეს იქნება მომგებიანი როგორც კომერციული ბანკებისთვის, ასევე მთლიანად საქართველოს მოსახლეობისთვის. იცით რა მაინტერესებს კიდევ ქალბატონულია, მაგალითად როგორ უნდა აამაღლოს ბანკმა ნდობის მომენტი საზოგადოებიდან. თქვენ თქვით, რომ დღეს უფრო ენდობიან ბანკებს მოსახლეობა, რადგან მათში აქვს თავიანთი ანაბრები, მაგრამ ასევე არსებობენ ბანკის მომჩივნები. არსებობს ამის შესახებ სტატისტიკა. რამდენი არის ეს ბანკის მიმართ მომჩივანი? თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია? რეალურად ვინც კომერციულ ბანკებს უჩივის არის ძალიან ცოტა. იმიტომ რომ ჩივილის პროცესი არის საკმაოდ ძვირადღირებული. მაგრამ თეორიულად წუხილს გამოთქვავს ძალიან ბევრი და ეს სიტუაცია აუცილებლად არის შესაძლებელი მომავალში. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენი საყვარელი რესპონდენტი ბრძანდებით ქალბატონულია. მე კი გემშვიდობებით, მე ვარ სოფიო ბეროშვილი, გვისმინეთ ხუთშაბათობით რადიო კომერსანტზე. კარგად ბრძანდებოდეთ. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშვილთან ერთად. განსაკუთრებულად მწვავე პრობლემა საქართველოში, გადაუხდელი კრედიტები, სესხები, დაყადაღებული ქონება და პრობლემური იპოთეკა, შეცდომაში შეყვანილი მომხმარებელი, ექსკლუზიური ინტერვიუები, ანალიტიკური ხედვა, გამოსავლის ძიება.